მოგესალმებით. ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი ქართული ოცნების რეჟიმისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ცალკეული ევროპული სახელმწიფო, არამედ სრულიად ევროპული კავშირი აწესებს სანქციას ქართული ერთეულის მიმართ. ეს არის სამწუხარო და შავი მომენტი ჩვენს ისტორიაში და ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არასდროს არ უნდა აღმოჩენილიყო. ეს არ არის ერთი კომპანიის ან ერთი ქარხნის საკითხი. ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი. როდესაც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების დღის წესრიგში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ოფიციალურად არის მიჩნეული როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. 16 მარტს ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ციტირებ, ყულევის პორტი, ქარხანა, ტერმინალი არ გამოიყენება სანქციების გვერდისავლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პორტი მართლაც ამოღებული იქნა სანქციის სიიდან, ვხედავთ, რომ ამ გაცხადებიდან 4 თვის თავზე დღეს უკვე სანქცირებულია ქარხანა, რომელიც ციტირებ, რუსული ნავთობის ვაჭრობითა და გადამუშავებით არის დაკავებული. შესაბამისად, ევროკავშირი დღეს უკვე ოფიციალურად თქვა, რომ ყულევის ქარხანა რუსული ომის ეკონომიკის ნაწილია და ღიად ამხილა კობახიძის ოფიციალური ტყვილი. ამით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ზიანი მიადგა საქართველოს როგორც სანდო და ღირებული სატრანზიტო ჰაბის რეპუტაციას, რაც კიდევ უფრო უარესად ასუსტებს ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. რასაკვირველია, როდესაც კანდიდატი სახელმწიფო სტრატეგიული ინფრასტრუქტურა დგება მსგავსი სანქციების რეჟიმის ქვეშ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ კანდიდატობა სრულად და საბოლოოდ დაიცალა პოლიტიკური შინაარსისგან და მიზნისგან. როგორ აღმოჩნდა საქართველოს ასეთ მდგომარეობაში. როგორ მოხდა, რომ დღეს ჩვენს რეგიონში მხოლოდ ერთ დროს ყველაზე პროდასალური სახელმწიფოა ეჭვმიტანილი რუსული ნავთობის თუ კრიპტოპლატფორმების შეფარებაში. აი ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ყველა ქართველმა უნდა დასვას. ნორმალური ხელისუფლების პირობებში საქართველოს არ უნდა მოსულიყო ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მომენტამდე და არც ამ სავალალო ეკონომიკურ რისკამდე, რის წინაშე დღეს დააყენა საქართველოს ქართული ოცნების ანტიქართულმა რეჟიმმა. საქართველოს უნდა იყოს ევროპისთვის სანდო პარტნიორი, ძლიერი სატრანზიტო ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც სტრატეგიული ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სანქციების კონტექსტში არ განიხილება, არამედ იქნება აღქმული უსაფრთხო კარიბჭეთ, რომელიც ანაკლიის მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს ევროპისა და აზიის კონტინენტებს. სწორედ ამიტომ უნდა დავასრულოთ რეჟიმი, რომელიც მუდმივად უდრის საერთაშორისო სირცხვილს, სიღარიბეს, ქართველთა ქვეყნიდან გადინებას და უპერსპექტივობას. მადლობა.